ჭამის შემდეგ თუ ნაწლავები გებერებათ, ეს ნიშნავს, რომ ნაწლავებში დუღილია. დუღილი არის პროცესი, რომელიც აირების გამოყოფით გამოირჩევა და რა თქმა უნდა საჭიროებს ერთის მხრივ საფუარს, მეორეს მხრივ ნახშირწყლებს. იოლად მონელებად წოდებულ ნახშირწყლებს. თუმცა თუ თქვენ ჭამის შემდეგ ნაწლავები გებერებათ, ვერ ინელებთ ამ ნახშირწყლებს, იმიტომ რომ საფუარი, სოკო, ბაქტერიები კანდიდატს კი ასწრებს თქვენს ფერმენტებს და ისინი იკვებებიან და ისინი მრავლდებიან. ხაზს უსვამ კანდიდატს კი 12 ნაწლავში წარმოიდგინეთ კანდიდა, რა კატასტროფა. ეხლა რომ მოდაშია SIBO ტერმინი, ეს ახალი სახელია ძველი მოვლენის 1000-წლოვანი, მილიონობით-წლოვანი პროცესის, როცა მრავლდება წვრილნაწლავში მიკრობები სწრაფად, ჭარბად და დაარქვეს ახლა SIBO, ძველ წამლებს დაარქვეს ახალი სახელი და მაიმუნობენ და გატყუებენ. არ შველის არაფერი, გარდა გააზრებისა, რომ ეს პროცესი არის დუღილი და მას სჭირდება პირველი საფუარი და მეორე აუცილებელი ფაქტორია ნახშირწყლები. საფუარი არის საქართველოში ბოლო 30 წელი და მეტი ტრაგედია, რაც გაფუჭდა პურის ფქვილის ხარისხი, დააკვირდით აბა თონეებში, აი ესე პირდაპირ ფქვილს აყრის ამ საფუარს, ასხავს წყალს, მარილს, გადაზელს ესე და პირდაპირ აკრავს. ყველამ ვიცით, საფუარს სჭირდება ნორმალურ საფუარს სჭირდება დრო და პირდაპირ თონეში აკრავს. წარმოიდგინეთ ხა უზარმაზარი ტემპერატურაა, სადაც პური ცხება და საფუარი იმის მაგივრად, რომ მოკვდეს. ხო? პირიქით მრავლდება. წარმოიდგინეთ, ხო, რას ჭამთ და სულ რო ეწეროს მაღაზიაში პურს, რომ დედას გეფიცები, ან იმან აკურთხა, ან ამან რომ არ არის იქ საფუარი 0% არ დაიჯეროთ. მაღაზიის პური აღარ იჭმება, დიდი ხანი აღარ იჭმება, ბოლო 10-15 წელიწადი ნამდვილად. რაც უფრო დრო გადის, ფქვილის ხარისხი ფუჭდება, შესაბამისად ის წყეული ქარხნული საფუარით კეთდება აგრესიული საფუარით და ეს საფუარი ნაწლავში რო ხდება, კატასტროფა ხდება და ყველა დაავადება თუ არა უმეტესობა მოდის იქედან, რომ ნაწლავებში საფუარი ქმნის დისბაქტერიოზის სიტუაციას, დისბიოზი ყალიბდება და ყველა დაავადება თუ არა ხას უსვამ, თითქმის ყველა დაავადება მოდის პრობლემიდან ნაწლავებში. ამიტომაც პირველი და უმთავრესი მაღაზიის პურს აღარ ჭამთ. თქვენ თვითონ აწყობთ ხმიაც, ოღონდ. თქვენს მიერ ესე ნაყიდ შემოწმებული ხორბლიდან თქვენს მიერ დაფქული ხორბლის ფქვილით და არანაირი საფუარი. ან ღვინის საფუარით, რომლის რეცეპტით ჩემ YouTube არხზე პოსტებში დევს, იოლად იპოვეთ. რა თქმა უნდა, სწორი კვების ფონზე ხდება ეს ყველაფერი, რომ ხელი შეეწყოს დისბიოზის, დისბაქტერიოზის სწრაფი ალაგებას. იმ სწორი კვებიდან 2-3 კოვზი შაქარიც კი ამოსაღებია, იმიტომ რომ არანაირი ტკბილი, როცა ნაწლავებში მიდის დუღილი. გარდა იმისა, რომ საფუარი აღარ უნდა მიიღოთ, რომელიც ნაწლავებში გადარჩება. გამოცხობისას უნდა მოკვდეს საფუარი. არ არის ეგეთი, არც მაღაზიაში, არც თონეში, არც რესტორანში. აწყობთ თქვენ თვითონ. მეორე ტკბილი. ხილიც კი მინიმუმამდე, გასაგებია, რომ დღის პირველ ნახევარში რომ მოერიოს ორგანიზმი აქტიურად საფუარის გამრავლებას, იმიტომ რომ ხილიც ჩვეულებრივად დუღს. ხო? და თუ ნაწლავების შებერილობა, ძალიან ხილი უნდა იხილოთ, ესე დახედოთ, დაყლოსოთ და ოდნავ გასინჯოთ. მესამე ფაქტორიც არის. ეს არის უხარისხო ნაღველი, რომელიც ტუტემჟავიანობას ცვლის წვრილ ნაწლავში და შემდგომ უკვე იცვლება ტუტემჟავიანობა კუჭშიც. ეს უკვე მძიმე მდგომარეობაა
და ეს უკვე საკვების მონელებას უშლის ხელს დამატებით. რაც რა თქმა უნდა ამრავლებს უფრო მეტად ბაქტერიებს, სოკოს, კანდიდას და ეს უკვე ეხება არა მარტო ნახშირწყლებს, არამედ ცხიმებსაც, იმიტომ რომ ცხიმების მოსანელებლად საჭიროა ჯანსაღი, კარგი ხარისხის ახალი ნაღველი. ამიტომაც ნახშირწყლების გარდა ნახშირწყლოვანი ნივთიერებათა ცვლის დაზიანების გარდა უკვე ცხიმის ნივთიერებათა ცვლის, ცხიმების ნივთიერებათა ცვლის დაზიანებაც ხდება, რაც უკვე ნევროლოგიურად აისახება ტვინზე. ტვინი წყალი და ცხიმია. და ეს უკვე იწვევს ფსიქიკის, უფრო ემოციური სფეროს გარკვეულ პრობლემებს. არ მიიყვანოთ აქამდე საქმე, დროულად უშველეთ ნაწლავებში დუღილს და იყავით ჯანმრთელნი და ბედნიერი.